ერთ-ერთს მინდა შევეხო და იმედია ეს ვიდეო გაისვრის და ბევრი ნახვები ექნება, რომ ძალიან ბევრი ხალხი მიხვდეს რაზეა საუბარი. გააზიარეთ ეს ვიდეო, ჩემი თხოვნა იქნება. თუ არ დაგეზარებათ, რა თქმა უნდა. მოხმარებელი იწერება ხოლმე, რა ვიცი, დამწყები არის თუ რავი, არც ვიცი, რავი, შეიძლება დამწყებიც იყოს. მაგრამ როცა ეუბნები რაღაცას, ადამიანი არ გისმენს საერთოდ. ჯერ არც გამარჯობა, არც ნახვამდის. საბითუმო ფასი რა აქვს? უყურეთ, ეს არის არასწორად დასმული კითხვა. კონკრეტულად მივცე, როცა კითხულობ საბითუმო ფასი რა არის? ჯერ იქ უნდა დაკონკრეტდეს რაოდენობა. 10 წელს სხვა ფასი აქვს, 20 წელს სხვა ფასი აქვს, 200 წელს სხვა ფასი აქვს. ჩვენ კითხვას უსმენთ ხოლმე, რომ რა რაოდენობა გაინტერესებს. იქიდან მოგდის ესეთი პასუხი. შენ მე ჯერ მომწერე საბითუმო ფასი და მე თუ მაწყობს, მაგ შემთხვევაში გეტყვი, რა რაოდენობა მჭირდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებთ, რომ ქალბატონო თუ ბატონო, რაოდენობას როცა გვეტყვით, რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია დავარეგულიროთ ფასი და მოგცეთ კარგი ფასი. თუ დიდი რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, იქნება სხვა ფასი. მე შეიძლება გითხრა 10 წალის ფასი და შენ გინდოდეს 100 წალი. ხო ხტები? ასე რომ ვიღაცას როცა უსმენთ ხოლმე კითხვას, საბითუმო ფასი რა აქვს? მიწერეთ ყოველთვის რაოდენობა. მინდა 20 წალი და 20 წელს თუ ავიღებ, იმ შემთხვევაში რა ფასი იქნება? მე ნახევარ საათით განან და გიმტკიცებენ, რომ შენ ჯერ ფასი მითხარი, ამოღერღეო. რაო, გეზარებაო ფასი თქმა უნდა. და იმის და მიხედვით გეტყვი რა რაოდენობა. ასე რომ რო არ გაანჯანჯლოთ საუბარი, ჯობია მიწეროთ, მოგესალმებით, მაინტერესებს საბითუმო ფასი, 20 წალი რო ავიღო, მაგ შემთხვევაში რა იქნება? მორჩა. აქ იქნება დამთავრებული ეს საუბარი. რატო არის ესე პრობლემა არ ვიცი. 2-ჯერ 2 4 არის, ხანდახან 5. გააჩნია ვისთვის. ისურვებ წარმატებას, ჯანმრთელობას და წინსვლა ცხოვრებაში.